გამარჯობა თეო გენაცვალე. არ ყოფილა სანდრა, არც გუშინ. მაშინ კარგი თუ მოვა, ვეტყვი რომ ეძებდით. თავის ბიუროსთან ველოდებოდი და იმდენი ხანია დაკეტილი აქ. ხო არ გაყიდა ნეტა? და რატო გაყიდდა? რატო იცი? მე სანდრომ ერთხელ კომპლიმენტი მითხრა. შენო ისეთი ქალი ხარო, ბიუროს გამაყიდინებო, ვიზას ავიღებ და ლონდონში წავიდე. უცადე, სად არის ეგ სელჩო? კრწანისში. ვიცი. მან დადრე ქალები ვიკრიბებოდით ხოლმე და სისხლის ხმელოს ვიძახდით. კარგი წავედი აბამე. გამარჯობა. ყველა კუთხის ხაჭაპური ჩვენი ქუჩის კუთხეში. ბატონო, აი გაერთადით, ახალი საცხობი გაიხდა, შეგიძლიათ გამოიძახოთ კიდეც. აუცილებლად გამოვიძახებ კრწანიში ფენოვან, სანდროს ფენოვანი უყვარს. აჭირს ამ ხალს კაცო. აი მე როგორ გამიხარდა რომ აქ ხარ, ეხლა მომსმინე. ყველა კუთხის ხაჭაპური ჩვენი ქუჩის კუთხეში. ესე იგი გაიხსნა ახალი საცხობი ავირია ვეღარ მივხვდი, ისე გადავიღალე, იმდენი საქმეა თეორია, ნუ აი არ ვიცი. ის შენი მსახიობები სად არიან? ხაჭაპურის ფორმები რო ეცვა და რო არ იგებდნენ ხოლმე ფლაიერებს. გავუშვიეგენი. ვაიმე რა, ჯერ აჭარულმა ხაჭაპურმა დამაგლიჯა ნერვები. აი მართლა ცომ გამოცლილი იყო, იცი? მერე ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი იმერულმა და ფენოვანმა. გურული ღვეზილი ჯერ აშველებ და მერე გიჟები ხართო თქვენო ძმაო და წავიდა. ვაიმე თეო, ის კაცი მართლა როგორ გავდა ფენოვანს. ურები რა ყოდა. შენ რატო არ მუშაობ დღეს? იმ საერთაშორისო იმაში მეც რო ვერ ვიმახსოვრე. დღეს იცი ყველა ქვეყნის UNGF-ის წარმომადგენლობა ისვენებს თეო, დღეს ჩვენ გლოვის დღე გვაქვს. კაი, რას მეუბნები? რატო? რატო და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის UNGF-ის პირველი თავმჯდომარის დაღუპვის დღეა. კარგი რა. და ეს რას ნიშნავს? ლომმა შეჭამა. ტყეში? არა, ეზოში ყავდა. დედა როგორ გამწარდებოდა საცოდა. ძალიან მეწყინა, მანახ თან ნახე რა ახალგაზრდა ყოფილი. ამაშინა. აი მე არ შემიძლია მაგას ეთქე, წავალე ხამეს დავარიგებ, გადავაყოლებ გულ. ანანო ვიზიარე. აი მე მადლობა, კაი გოგო ხარ თეო. როგორ ახარ ანანო? უი არიცი შენ? აი თეთევანის იმას საცხობს ვაპიარებ. იცი შებადა. თვითონ დამავალა. ხელს უშლიდი ალბათ. რა არის ეს? ეს აი თეო მიცის თეო აგიხსნის. მე ჩქარება მე უკაცრავად კარგი. რა არის თამარ? არ მაინტერესებს. როგორ ახარ შენ? ნიკა იყო დღეს შემოსული. მარტო? აბა ვისთან ერთად უნდა ყოფილიყო? მოიცა შენ არიცი ეგ ამბავი? ვახოსთან ერთად? რა მაგასთან ერთად? მოიცა აბა ნიკას ვინმე ყავს? რაში მაინტერესებს? ხო, მოიცადე ხა, ნატა სად არის, როგორ არის, რო არ ჩანს, რა შვება, სად არის? ჯერ მომწერა მე და ოთო ასპინძაში ვართო. მერე მომწერა ანტალიაში ვართო. და ბოლოს მომწერა რომ ისევ ასპინძაში ვარო. აი მე როგორ აერია მაგასაც პირადი. მიდი რა ჩაი გამიკეთე. ეხლა. თეო. ცოტა კონიაკი ჩამისხი. თუ გინდა ცოტა ჩაის ჩაგისხავ კონიაკში. რა ვიცი, ჩაი რაღა თუ. აი მე.
ღანანო, გენაცვალე, კარგი გოგო ხარ, ყოჩა ღანანო. ხო, აი ხლა მე ლაშიკოს ველოდები და ჩვენც წამოვალთ უკვე საცხობში. კოცნი, კარგი დროებით. დილამშვიდობისა, ქეთევან. დილამშვიდობისა. აბა როგორ გეძინა? რა ვიცი, აბა. თელი ღამე არ დამიძინია, წვეთი, აი თვალი არ მომიხუჭავს, სულ ფიქრობდი. საცხობის გამო? იცით რაზე ვფიქრობდი? იქნებ შეურიგდეთ ამ მურთაზის. გაყიდოთ ის ბინა, სადმე სხვა ადგილას გადახვიდეთ საცხოვრებლად, ოღონდ პირველ სართულზე. მურთაზი ქვედა სართულზე რომ ვეღარ ჩავიდეს. ქეთევან, ეგენა რომ არ კონდეს, თაგვები წაგეყვანა. სად არიან აქ თაგვები? იმ ხელა კატა შემომიგდეთ. და იმ კატის გასაირნების დროა ახლა და მეც ერთი სული მაქვს როდის გავალ სახლიდან. გარეთ დათბადა, იმ კატაში არ დაგცხებათ? შენ დღეს ხსნის საცხობს და იმ საცხობში უამრავი საქმე გექნება, არ გეზარება ამდენს რომ ლაპარაკობ. ხო, რა ვიცი, იცით და სხვათა შორის ერთი დაბძანდით აქ, დაბძანდით. კარგი ბატონო. ლაშა მოხოთ. დედა, ფეხზე რატომ დგახართ, დედა, დაბძანდით და ისე მივთვით. აბა, ნამცხვარი რატომ არ გამოიღეთ? როგორი დედა? შეძუხდე, დედიკო, ვაიმე, საერთოდ არაფერს ის არ აფარებთ. მივთვი, დედიკო და ცოტა უფერიანით. ჭამე, დედიკო, ჭამე გენათ. ხო, რაკინი შენ მიიყვანე ბავშვების სკოლაში? გიორგი დროზე მივიდა და მიშიკოს დააგვია. რას ქვია, დააგვიანდა, ერთად არ წაიყვანე ბავშვები? გიორგი რო შევიდა სკოლაში, მერე გამახსენდა რომ მიშიკო დამჭა ტაქსში. მერე სანამ მეთქი და დააგვიანდა. კარგი რა ლაშა, ამხილა ბიჭი ხარ ახლა. მომისმინე რა ხდება, აბა რომეო და ჯულიეტა როგორ მიდის ამბავია, როდის აქვთ ბავშვებს პრემიერა? გადაიდო. რატო? ტიბალტი გამხდარა ავად. და გადარდო მერე პარიზსაც. მთელ ვერონაში, ეს მთელ ვერონის თემში არის ვირუსი მოდები. ხო, მართლა იმან იზოლდამ. იზოლდა მასწავლებელმა. ხო, მაგ ხალმა რა, ესე. რამდენი მოსაწვევი გინდათ? რამდენი გვინდა ლაშა და 3. ხო. მე შენ და თამარ. მოსაწვევი, ჩემთვისაც თხოვა და მეც მინდა სპექტაკლის დავყავდე და რა. ხო. სხვათა შორის ამბობენ, პრემიერაზე ჯულიეტას ბებია ლამარა აპირებს მოსვლას. ხო, ამბობენ დედა ეხლა, რა ვიცი, ამბობენ ეხლა. იმასაც ამბობენ, რომ პრემიერაზე მურთაზიც მოვაო და იცით რა მაინტერესებს? ნეტა მურთაზი ვისი მხრიდან იქნება? თქვენგან თუ ლამარადან? მარიამ, აბა დედიკოს დაემშვიდობე? ნინი მამას დაემშვიდობე, აბა. ნინი, მამა, აბა თქვენ იცით, მამა არ მანერვიულო, ხო? მარიამ, დედა, მოუარეთ ერთმანეთს, ხო? მამას ბასიბუსები. გაუშვი და უკვე მენატრება მარიკა გიჟა თუ არ უკვე. აბა. არა და რამდენი რამე გადავიტანეთ ისევ რომ წასულიყვნენ ბავშვები. აბა. ისე? ირაკლი, ჩვენ შეგვიძლია უკვე ისევ ვიქორწინოთ. მარიკა, შენ გონია მე არ მიფიქრია მაგაზე? მან ცოტა რთულად არის საქმე ვეღურა. რატო რა? რატო და მე ბავშვებმა მითხრეს, ნინიმ და მარიამმა, ახალ ცოლს თუ მოიყვან, ჩვენ დედას არ დაუძახებთ. ეგ თქვი შენ უკვე გუში. თქვი? არ მახსოვდა. აი გაუშვით, მარიამი, ჩვენი ბასი და ბუსი და დავრჩით ისევ მარტო მე, შენ და ანანო. ყველა კუთხის ხაჭაპური ჩვენი ქუჩის კუთხეში. რა არის? აუ, ვერ გამოვიცანი, არ ვიცი. ხო და გაეცანით და გეწოდინებათ. გმალოთ. მარიკა, ნახე, ყველა კუთხის ხაჭაპური ჩვენი ქუჩის კუთხეში. რა ხდება ანანო? რა ხდება მარიკა? მაპატიეთ, ეს ლოგიკური შეკითხვა თუ გახსოვთ, მეც მქონდა იქ რომ დაგხვით, მე გაგიღეთ კარი, ხო? ხო, და თუ შეიძლება დავდგები აქ და დავესწრები ახსნას, ხო? დიახ. ეხლა, ქეთევანმა მე დამავალა მისი საცხობის გაპიარება. შენ დაგავალა? ეთყობას ხელს უშლიდა და კაი რა მარიკა რა. იცი რა კაი იდეები მქონდა, მაგრამ ყველაფერი დამეწონა ქეთევან. პირველ რიგს რა მოვიფიქრე? დიდი საჰაერო ბუშტი გაუშვათ ცაში, თქო? ხო, მაგრამ ქეთევანმა ისეთი მიყვირა დაშ მიგოგო მისარო. გადავიფიქრე. კატა სად არის?
იქითა ოთახში ალაშიკო შედი მიდინახე გეგონება ძინავსო. კეთევან, ძინავს და მართლა ძინავს. ძინავს? რა ვიცი მე ვიფიქრე. რა ვიცი ზე მეგონა ვიფიქრე. აი მე წავედით ეხლა არ დავაგვიანოთ. მე ესევე წამოვალ პრინციპში გამოცვლას ვეღარც მოვასწრებ იმდენი საქმე გვაქვს. აუშავს დედა ნეტა ვინ გიყურებს შენ? ბატონო? გამაგიჟებ ქეთევა შენ მე რა. Რაღაცნაირად დაავალი ამ ჩვენი საცხობის გაპიარება. ვაიმე, ლაშიკო, შემჭამა, შემაწუხა UNG-ში დღეს ვისვენებთ, არ მუშაობთ და იქნებ შენ მოგეხმარო. ვიღაც კაცი შეუჭამია თურმე ლომს და ეს რა არის? ჯერ რატო დაწერა ადგილზე მიტანა უფასოდო? რა არის ეს? მოპედის მძღოლი ხო არ გყავს, არა? გამომართი. კარგი, ახლა პრინციპში არა უშავს ქეთევანა. პირველი დღე ახლა ვინ დაიწყებს გამოძახებას ამ. კარგი რა ლაშიკო, შენ ამ ხალხს არ იცნობ. ამ ხალხს ოღონდ გააგონე რამე უფასოდ არისო და სულ არ უნდათ მაინც გამოიძახე. წამოდი, სანდროზე ვარ ძალიან გაბრაზებული. ესე იგი ვუთხარი, ვეხვეწე, იქნებ დაეხმარო ანონოსტკო და სადღაც დაიმალ, არ ვიცი, საწავით და მთელი დღე არ გამოჩენილა. მაგარ მე ბოლოს რომ ნახე ასე მითხრა რომ მეგი დამდევს, მეგი და უნდა დავემალო. ო, უნდა დავემალო და ეთყობა ისე დაიმალო რომ თავის თავსაც ვეღარ აგნებს. მიდი, გადი. მარჯვენა ფეხით. წავედი დედა. გაიგო, მარჯვენა თქო, ბიჭო, მიდი, მოიცადე. ესე, ჰოპ! ვაიმე. მე რა იყო დედა? დაგჭებოდე ხე შენ რამე მე ხო ვიცი. არაფერი არ დამჭებ. შენ მოგიკვდეს დედა დედიკო. რა დღეში ჩააგდო ამ გოგომა? რა გიჯი 5 წოლიდან არც ერთი რომ არ უკნია მეცა. ის პირველი იყო და გიჟი იყო დასადმელი. მეორეს არაუშავდა, მაგრამ რას უიციგნი რომ თლიშა თავში? მე მგონი ქეთევანი ყველა ჯობია და გაჩუქდინელი და დაეგდე შენთვის რა. კი არა კარები. გამარჯობა. გენაცალი. სად არიან ჩემები? წავიდნენ უკვე, წავიდნენ. წავიდნენ. კი, დაბძანდი, მოდი გენაცალე, მოდი. ჩაის მიირთმევთ? ხო, ჩაის მივერთმევ. ხო და ცოტა კონიაკიც ჩავისხი, შეგნით. ჭიქას მოგიტან. ახლა მე გაგვირდებოდი ანალო როცა საუბრობდი შენ და აი ეს სიმბოლო დავინახე და მივხვდი ეს რა არის. ქეთევანი და კატა. არა, ირაკლი, სახუმარო საერთოდ არ არის. მე ვინ გეუბნება რომ სახუმაროა, ქეთევანი და კატა სახუმაროა? ირაკლი, მაცადე. ეს არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ზაირის. UNGF-ის დამაარსებელი ჯოზეფ მობუტუ სავუბა. სავუბა? დედა მარიკა, სავუბა ყოფილა, კაცო ჯოზეფ სავუბა. და მერე სავუბა კატას რატომ აწვალებს? რიკა შეხედე წესიერად კატაა ეს, ლომია ეს. გამახსენდა შენ რომ მიყვებოდი ჯოზეფ კუკუკუსო ლომი ყავსო, ხო? ხო და მაგლომმა შეჭამა. ხო, ეგ არ მოგიყოლია. ვაი, მე გიყვებოდი ირაკლი და სამივეჯერ გამაწყვეტი და შენი ჭირიმი არ მაინტერესებსო და ამბლანჩი. ნუ ახლა ანანო, სამწუხაროდ ჩვენ ვერაფერს ვეღარ უშველით ჯოზეფ კუკუკუ სავუკოს. ხო, ის ახლა არის იქ ზეციურ დემოკრატიული კონგოს ყოფილი ზეციური ზაირის რესპუბლიკაში. ხო, მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი? შენ რომ მოხვედი ეს და რაღაცა კუთხე კუნჭულებიო, რა ურას ამბობდი? მე რა კუთხე კუნჭულები ირაკლი. ეგ იცი რა მნიშვნელოვანია? ეგ არის საცხობის სლოგანი. ყველა კუთხის ხაჭაპური ჩვენი ქუჩის კუთხეში. ყველა კუთხის ხაჭაპური ჩვენი კუთხის ქუჩის კუთხეში სლოგანი ყოფილა, არაჩვეულებრივი სლოგანია. ახლა რას ვფიქრობ, იცი? კიდე კარგი ის ფართი ვერ იქირავა ქეთევანმა. გახსოვს ის ბოლოს რო იყო სანახავად. მე პატრონესთან ფარზე რო ვერ შეთანხმდნენ, თორე ეს სლოგანი დღეს როგორ იქნებოდა, იცი? ყველა
ყველა კუთხის ხაჭაპური ჩვენი ქუჩის კუთხესთან სანამ მიხვალ მარცხნივ თონეს რო გაცდები არკაში უნდა ჩახვიდე მარჯვნივ არ მისული სუპერმარკეტამდე რელსები რო აწყვია იქ და ეხლა ესეთ სიტუაციაში ყველანი ვალდებულები ვართ რომ დავეხმაროთ ქეთევას. მარიკა ეხლა შენ დიდი სიამოვნებით ანანო, მაგრამ მე მივდივარ ქუთაისში პარლამენტში საქმეში. აი, ნახე რა მოვიფიქრე. მარიკა, პარლამენტმა რომ მიიღოს რამე სპეციალური ესეთი კანონი ხაჭაპურთან დაკავშირებით. აი, მაგალითად, ხაჭაპურის ჭამა რო იყოს სავალდებულო. არა, უკეთესი. ხაჭაპურის დღე რომ დაწეს. კარგია, უკეთესი იდეა მაქვს. ხმის მიცემა რო იყოს ხაჭაპურით. ეგ როგორი რაკი? ფენოვანი ხაჭაპური ხო გავს კონვერტს. რა, მაგისტრის ცალია პარლამენტს? სხვა რა საქმეა? მაგრამ ახლა ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ რა? აი რა. გიგიხოთები ხო? არა, რასტი სანდრო არ ყოფილა დღეს თქვენ თაგაც. ვეცებ ყველგან სანდროს ქეთევანმა ჩართე სანდროცო დაავალე რამე ამ პიარძეო და ვერ ნახავ მაგას. რატო? მეგის ემალება. მე ბოლოს რო ვეკონტაქტე ეს კონტაქტი ტელეფონით შედგა მე დაურეკე. რა მითხრა იცი? აუ ირაკლი გეხვეწები სანდრო არა ვარ უკაცრავად სხვაგან მოხვდი. გამაგიჟებს რა ეგ ბიჭი რა ნახა მაგეხვეწებია მეგიში. ანანო სანდრო რა შუაშია მეგი გადაეკიდა. ნუ მაშინ მეგი გამაგიჟებს. რატო გაგაგიჟებს კაცო რატო რა არის აქ გასაგიჟებელი მოსწონს ამ მეგის ეს სანდრო და რა? აი რა. ეგრე ახლა მეც ბევრი ვინმე მომწონს მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს. რას ნიშნავს გოგო ბევრი ვინმე მოგწონს? ვაი მე ირაკლი რა არა რას ნიშნავს ბევრი ვინმე მოგწონს რა თქმა აი რა გამოთქმა ასეთი ირაკლი გამოთქმა ესეთი ჩვეულები ხო და ასეთი სულელური გამოთქმებისთვის მე ჩემს სახლში ადგილს ვერ ვხედავ ბევრი ვინმე მოწონს ამას თურმე უყურე შენ რას ნიშნავს რა ვთქვი მარიკა რა დაემართა ამას არ გაყვა შენ მეორე Rasaotsari chvegleba gvabs dagvianeba vitsit kalebma chigari გენაცვალე მე შენ გენაცვალე ხოდა რას ვამბობდი ჩემო ნელიკო ცოტაც რომ დაგგვიანებოდათ ქვედა სართულზე ჩასვლა ახლაც ერთად იქნებოდით თქვენ და მურთაზი ჩემიდაც დაისვენებდა შენ იცი რა ამბავი გააგრძელე რომელი? აი წერან რომ ამბობდი რაღაცა მიდი არაფერი არ დამიმავა წითელი ვარ სახეზე არა მშვენივრად გამოიყურე ხო მიდი არაფერი ისეთი ხელმოსაყოლათაც არ ღირს რა რაღაც არაფერი არ დამიმავა აბა ქვევით რომ ჩავედი ბარში წეღარ აუ მითხარი რა ბიჭი იყო იქ რაღაცნაირი ესეთი სიმპათიური ესე სათვალე ეკეთა ხო რა არიცი ხა არაფერი ესეთი ხო უნდა გამოგიტყდე რა პირველად მურთაზი ბარში ვნახე მართლა ხო და ეს ბიჭი ხა იქ იჯდა საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება ხა რამდენი ადამიანი შედის ხო ხო საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება ხო და რაღაცა ბრძნავ ეხა ქალი ბუდობს ჩემში წითელი ვარ სახე არა მშვენივრად გამოიყურე არა ხო და ეს ქალი ბუდობს გრძნობ რომ ამეწვა ბიჭები და ასე მიყურებს რაღაცნაირად მე ასე მგონია რომ ჩემ ამბავს ყვები აი თამარ გავგიზდი იმიტომ რომ აი მაშინ იმ ბარში მურთაზიც ისე რაღაცნაირად მიყურებდა და აი ამ ბიჭს ხოდა ესე წვერები ესე ამკაცრებდა რა არა მამაკაც უხდება სიმკაცრე სიუხეში და წვერები გავგიზდი აი შეხედე დამბურძგლა მურთასაც მაშინ წვერულაში ქონდა ხო და გავანებებ მაგ ბიჭზე რატო ალბათ მე მეც მომიწევს ქვედა სართულზე ჩასვლა აი მე გენაცვალე ნეტა მაგას ხვებით ამჩნევდი ჩემო საყვარელო ხო და მაშინ იმ ბარში შემთხვევით წყლიანჭიქას გავკარი ხელი და დავაქციე ხო და რა წამოფრინდა მურთაზი გვერდით მაგიდიდან მოვარდა ჩემთან და ხელსახოცი მომაწყა
ხო და აი ასე წყლით დავიწყეთ რომანი და წყლით დავამთავრეთ. აი ეს. ეგა არა ცხოვრება, წყალი ბიდისო მოდისო რა. რა ვქნა, ძალიანაც მეწოდება, მაგრამ რა ვქნა, აი განასაყევიც არ დამიტოვა, არ დამიტოვა. მე კიდე ის მეწოდება. ვინ? ის. ვინ? იცი თქვენ ვინც? ვახო. ეგ. აი რაღაც მძიმე პერიოდი ხო გქონდა, ნუ რაც მოხდა, არ მინდა ეხლა. არ გაიხსენო დედიკო, არ გაიხსენო. აუ რა უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი იჯდა თავთვის მე ეცემა. ვის? იმას. ვის? იცით რა თქვენ? ვახოს. ხო, არა და თავიდან იცით როგორ ვამაყობდი? ვახოთი. ხო, ვახოთი. ასე თუ აპირებენ ლაშა და ქეთევანი ამ საცხობის მუშაობას და ამ ბიზნესის კეთებას, მე არ ვიცი ამ საქმიდან რა გამოვა. როდის მე დავრეკე, ხაჭაპური მინდა თქო, მოიტანეთ თქო და აქამდე არ მოუტანიათ. ვერ გავიგე ეს ხაჭაპური მოპედით მოაქვთ თუ კუთ. თუ კუით. თუ კუითი. თუ კუთითი. მოკლედ ვერ გავიგე ეს ხაჭაპური მოპედით მოაქვთ თუ ლოგოკინათი. თუ ლოგოკინით. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა, დიდი ბოდიში ვინ ბრძანდებით თქვენ? სანდრო ვარ ირაკლი. ნაპატიეთ რომელი სანდრო? სანდრო მახარაძე. არ ჯერა? სანდრო მახარაძე. ვაიმე დიდი ბოდიში, მაგრამ არ მჯერა. შენზეა ნათქვამი შეაყვარე კედელს ცერცვი. სანდრინიო! ვაჰ! მართლა შეხარ სანდრო. რა ეს რა დაგმართნია რა? ეს ყველაფერი რას ნიშნავს? რა გაცვია? მეგის ვემალები ირა და ეს მირჩი ეს და ტანსაცმელიც ისეთი ჩავიცვი, რაც აქამდე არ მწმია ირა. ერთია ეს ბათინკები მიჭერს ცოტა, მაგრამ ავიტან არა უშავს. ხო მაგარია. კი, ძალიან მაგარია. ირაკლი რო გნახავს გადაირევა. ვინ ირაკლი? აი, შენც ვერ მიცანი. მარიკა ვარ მე. მარიკა ხარ? ვაიმე დაჯექი მითხარი რა მოგაფიქრა ეს წვერი ეს პარიკი ეს სათვალე რა არის მითხარი მოყევი თავიდან მარტო ხმა შევიცვალე ირაკლი მაგრამ მაინც მიცნო მეგი ხო მე გადავწყვიტე ეს ესე იგი მეგის გულისთვის გააკეთე ეს ყველაფერი რა მეგის გულისთვის მეგი მარიცის ირაკლი მეგის ვემარი ხო მაგარი გითხრა ხო ვიცი ჩავედით ჩემთან ეზოში რა მაინტერესებდა ამა თუ ვიცნობენ თქო და მეთქი სანდრო სად არის თქო ხო ეჰო ეგო საწყალიო დაკარგული გონი ვარ დაკარგული აივანზე გავალ ვნახავ ერთი გადავიხედო ის ჩასაფრებული ხო არ არის სადმე ეს მეგი ხო კითხვაზე განკრწანიში მივდივარ გასაფრება ხოლმე აჰა გასაგებია ჩასაფრებებია მომისმინე ერთი წუთი მომისმინე სანამ გახვალ ჩვენებიდან გნახავინ მე წეგან შევედი ბარში ცოტა ხანი მაინტერესებდა აბა მეთქი თუ ვინმე მიცნობს თქო და მეგიმ ხო ვერ მიცნო თეომ ვერ მიცნო ანანო ვერ მიცნო მერე თამარი შემოვიდა დაჯდა და უყურებდი სპეციალურად რა მაინტერესებდა აბა მიცნობს თუ ვერ მიყურა და ვერ მიცნო ირა მიდი აი ვაიმე ხაჭაპური თქვენ გამოიძახე? მოდი მომისმინე ესე იგი შენ ხარ ეს ადგილზე მიტანი? ო ანანო დააწერა იმ ფლაიერებს რომ ადგილზე მიტანა უფასოდ და ეს მძღოლი არ აგვიყვანია მოპედის მძღოლი და დავდივარ მე წინ და უკან აღარ შემიწია ლაშა
რჩება რამე? არ მინდა რა ეხლა შენი მაიმუნობა და ის რა გაწამაციაში ვარ გადარბენაზე ვარ კაცო. მე გადარბენაზე თუ ხარ, კარგია, ესე იგი მუშაობს ის საცხობი, ხო? კი, მუშაობს ირაკლი, მაგრამ დავიყალი აღარ შემიძლია რა. ეხლა აი წეღარ სანამ აქ მივიდიოდი დიღომში. ხო და შუაგზიდან მოტრიალდი. ხო და მე ისევ წავედი დიღომში. რატომ მოტრიალდი? გზაში მომშივდა და ვინ არის აი ეს? აბა თუ მიხვდები. რანაირ შეკითხვებს მისვავ ახლა, ვინ იქნება გასული ჩემ აივანზე უკითხავად თან წვერით? ვინ? დათო ჩამოვიდა ბათუმიდან. რა დამიხრას? არიცი რა მოხდა? რა? აიმე. ესე იგი, შეკვეთა უღია რა. აჭარის პარლამენტის დეპუტატის ბაბუა უნდა დაეხატა ქვაზე. დაუხატავს ცუდად. ხო, საერთოდ არ გავსო, გაგიჟდა თურმე ეს ოჯახის წევრები, საერთოდ არ გავსო და გამოიქცა ეხლა ეძებენ. და იმალება და რაღაც პარიკის სათვალე და რაღაცები ჩაიცვა და ესე. გამაგიჟებს ეგეთ. რითი ვერ ისწავლა ეს დახადვა კაცო. მაგას არ ვამბობ მე ამდენი წელი. გამაგიჟებს. რაო, დათო ჩამოვიდაო? ამარჯუ. დათო არა დათო. ვინ არის? კარგი ხო, გაგეხუმრე, რა მოგივიდა, არ არის დათო. ვახუა ჩვენი ვახუნხულა. ვახუელი ვინ არის ეს? კარგი ხო, სანდროა გადაცმული. მაშა სანდრო ვარ, სანდრო. აბა ესეც ეხლა. მე ვარ მე. ზარას გავხარ ბიჭო რა არის და რა. მე გისვებალები და ეს გადავწყვიტე. შენ ეს რა დაგიფარებია ლაშა, შენ ვის ემალები? კარგი კაცო, არავის არ ვემალები, მე გამოძახებებზე მივიდივარ, წავე. შენი ის მოპედი რო დგას ქვევით. ხო. შენია ის? თეთრი ყუთი რო აქვს დიდი უკან. ხო, ჩემი. და მე რო დადიხარ ის ყუთი ხელებს გახვევს ესე უკან. იუმორი ირა. რანაირად არის შეცვლილი? ისე ის არის. რანაირი ვარიანტია? კარგი წავედი. წადი ხო, წადი, შენ მასე ზარალში წახვალ. რატო და ხაჭაპური ხო მოიტანე? მერე? კაი, კარგად წავედი, ბა. და ხურდა? ჩა როგორ მასწავლა ამ გოგო? მოცა. ულეფაზე სიღავარული დაძალე რა გამაგიჟებ თქვენც რო არ გამოგეწახათ ეს ხაჭაპური ქეთებანი ვერ ამოიტანდა კაცო გადამრაცვალე დედიკო მოფადი ჩემი თითი კომოდი უნდა ჩაგეხოთა ჟენი ჭირი მე ჟენი ჭირი დედას ბუისტი ჭირი დედას ბუისტი კარგი რამდენა რა საიდან გაგახსენდა რამდენი ხანია არ დაგიძახია რა არის რა გჭირს დედა? რა გჭირს დედა რა იყო რა ცოტა დავლიეთ გოგოებმა რა მოყამე რა იყო ვინ გოგოები? აბა გავართულოთ ოი შეყვარებული სათვის ოი ლოკოც უკვე მოსულა ნელიკო გოგენაცვალე მოჭემი გოგო დაბლა დგას ის ბიჭი ბარში რომ იყო ვაიმე ქვემოთ დგას და ელაპარაკება ირაკლის გავალ რა გავხედა ჩვენ ირაკლი? ვაი მე გაჭედი ხა საბიდი ხმდა რა დედა რა ირაკლისო ელაპარაკებაო ვინო ვინ ბიჭიო რაო? რა დედიკო და ვიღაც ბიჭი მოწონებია ბარში წერულაშიანი სიმპათიური და ჩვენს ირაკლის ელაპარაკება აგერ ქვევითო მოიცე ბარში ნახა ვიღაც წერებიანი ეხლა რო ელაპარაკება ირაკლის ქვემოთ ის ბიჭი მოეწონა თამარ რა იყო კაც არ შეიძლება თამარ იცი ეგ ბიჭი ვინ არის ჰა უთხარი ხო რა ვიცი რა ანა მეთქვა ეხლა მაინც გააჩერო ხენა
თამარ, ეგ ბიჭი არის ირაკლის ნაცნობი ექიმია. სხვათა შორის? რაში მაინტერესებს? შენის მითხარი საცხობში რა ხდება? საცხობში მშვენივრად არის საქმე. თამარ, გამოძახებებზე მაქვს. ხალხი იძახის, ეს რა ხაჭაპურს აცხობთ, ჩვენ ხაჭაპურის გემო არ გვცოდნია რა არისო. თქვენ გაიხარეთ ამ ხაჭაპურის ცხობებს. რაო, ექიმიაო? ვინი ის? ექიმია, ირაკლის მეგობარია. ახლა დაიწყო ირაკლისთან მუშაობა კლინიკაში. ჩამოვიდა იქიდან, გერმანიიდან. ის არის, რა ქვია, ტრავმატოლოგი. ოჯახ მაგას. ხო და ირაკლიმ თქვა რომ დაპატიჟება მინდაო სახლშიო ჩემთანო, მაგრამო მარიკა არ არისო სახლშიო და დიასახლში ხო მინდაო ვიღაცა რომ რაღაცას უკაგაშოს მოგვაქციოს ყურადღებაო. შალონაც არ მინდაო ეხლა შალონაო. კეთემასაც ვეტყოდიო, მაგრამ რა ვიცი ხა გახსნაო, რა ქვია. არ ეცლებაო რა ხო და დედაჩემაც კიდე ახლა დალია მაინდა-მაინც და ვინ გადარჩა. რას ქვია ვინ გადარჩა? აქ არა ვარ მე. ჰა? თამარ, ხო, არა, კი ამბობდა შენზე, რომ თამარს ვეტყვი, მაგრამ მე რიდებაო იქ. რაიმე, როგორ არც ხვენია ირაკლის, რისიერიდება რა? რა, შორეული ვარ, არ მიცნობს თუ რა, რისიერიდება რა. ირაკლი რეკავს. ხო, ირაკლი. ხო. რა? კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა. რა კლინიკაში გინდა ამ ხაჭაპურის გამოძახება, კაცო? რა? არა გვაქვს ხაჭარული. რატო და კვერცხი გათავე? ხარი ირაკლის, თამრიკოსი არ მოგერიდოს არაფერი თქვა, მოვა და მოგეხმარება თქო. მიდი. უიმე, ირაკლი, მოიცადე ის, რა ქვია, მოვიტან ხაჭაპურს. ხო, რა? კვერცხის მეტი რა მაგა. ხო. კარგი. კარგი მოგივა. ხო. ვახვალ ირაკლისთან. ესე უთხარი არ მოგერიდოს თქო. თამარ ღლონც ჯერ არავინ შეურცხვენია თქო. ისეთი კულინარი ვარ, ისეთი დიასახლისი. ეგ შემეშლება მე რო ეხა ირაკლის არ მივეხმარო რა. აბარასვიდავ. გავიკეთმენ. რაიმე რა ხარ თამარ ღლონტო ასეთი ასე რო იზიდავ ამ კაცებს. ხო და ზუსტად ასეთი ვიყავი მეც. გამარჯობა ქალბატონო ნონა. აბა, რა ხდება ბატონ როსტევანზე? რა ხდება და? ჩაკეტილი ყავს იმ ქალს და არ უშვებს. მე წადი ჩენ დუდანა ზოზიაშვილი ქაძეთის ციხეში და დაიხსენეთ. დაიწყო. ნუ რა თუ ვერ დაიხსნით ბლანჟე ხო აქვს ბატონ როსტევანს. ესე ნაცნავი მოუშვას და თქვენ კოშკიდან გადმოუშვას და მე თქვენ აცოცხლეთ. აყვა. ნუ მაშინ მეორე ვარიანტი კიდე რო გავცვალოთ ქალბატონო ნონა. რა უნდა გავცვალოთ გოგო? აი ეს ნოდარი მივცეთ და ის ნოდარი წამოვიყვანოთ, ჰა? რა ნოდარი წამოვიყვანო? რა ცოტიალობ შეგაჭერებულოში. ამისთან არ გვაქვს ყველაფრისა ერთი კამპეტიანებულება ამისთან ექიმს კაც. გაიწოლოს არაფერი მინახია. ნუ თუ ესეც არ მოგწონთ, მაშინ როგორც წესი და რიგია, ადით ქალბატონ როსტევანთან და ხელით ხოვეთ. ოღონდ დროზე შენ გენაცვალე, თორემ მოსახდენი თუ მოხდა მე რებიანი იქნება მაგ საქმე. კარგით რა გეყოფათ რა, ისედაც ამდენი სანერვიულო აქვს იმ კაცს. ხო ვიცი მაგის ამბავი. ქორწილი რო ჩაიშალა მოკვდება ნერვიულობით. რა მნიშვნელობაა გენაცვალე ისე მოკვდება თუ ნერვიულობით მოკვდება? ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით რა. ნოდარ, ძალიან გთხოვთ. ნოდარ როსტომაიაზე, ჩემთან ერთად არაფერი აღარ თქვათ რა. ისედაც ამდენი ილაპარაკეთ. რო გავალ თუ გინდა ისაუბრეთ. შეიძლება მე ვილაპარაკე. არაფინტარჩებია სხვაც უგზალო მე ვილაპარაკე. აბა გზალავს უყელას გამამუნჯებს უყელას. დაჭა დაუბურჭყდავი. აი შეგენაცალე. ხალხო, ერთი ეს გამაგებინეთ რა. ამ ნონას რა ჭირს? ადრე იმას მაინც ამბობდა კაცო, გამარჯობა. ეხლა ისე ჩამიარა, ვითომ ვერ შემამჩნია, არაფერი არ უთხოვს. აქ ამოწურა თელი დღის ლიმიტი იმდენი ილაპარაკა, გენაცვალე რო არ გაჩერებია. რა ლიმიტიო, რა ბიუტია? რა ლიმიტი და სიტყვით გამოვიდა როსტომაიაზე. რაო? იმ ხალხს ჩაკეტილი ყავს სახლში, ეს ნესტანდარიჯანი მაინც ელოდება. დედა, მოკლედ, ეს ქალების პრობლემაა. მართლა ასეთი გლობალური თუ იყო და გადაუჭრელი ნამდვილად არ მეკონა რა. სანდრო, კაცო, ჩემი სანდრო. ხო. ეგეც ვიღაცა ქალი აეკიდა, ემალება. ემალება, ნუ არ უნდა, კაცო, არ მინდაო ეუნება. არ მინდაო მიახვედრა. უთხრა პირდაპირ, აგძნობინა, არ ეშვება ის ქალი. ასე იციან.
არა შენ მოკლედ გადარია რა იმ ხალმა გააგიჟა რა საწყალი ჩაერთო ესეც ხოდა დღეს შენიღბულია გამოსული ქუჩაში გამოვიდა კაცი შენიღბული ხო ეს წვერი მიიმაგრა სათვალე გაიკეთა რაღაცა ჩაიცვა პარიკი დაიდო და ესე იგი აი რას აკეთებინებს ამ ხელა ქალი რა კაჯი ნამდვილი კაჯი ხო გთხოვეთ რა გთხოვე კაცო რა გთხოვე გავიდეთ რო კარგით რა გთხოვა გავიდეთ სად გავიდეთ ნუ ამიშალე საგავკარი და შუაგზაში გამარჯვე წამოდი გამიგზავნე საგავ მილიონი საქმე მაქვს წამოდი კაცო ცალღერი ხალი გიწევ და საქმეს იმის თანას გავაკეთებ ცეცხლი ქვას ეკიდებოდეს გამოპარულა ჩერჩეტი ნეტა რანი ღაბი უკეთია ისე მაინტერესებს დღეს გნახავ შენთვის სურპრიზი მაქვს ნამცეცა სურპრიზი ვითომ არ ვიცი რომ ნიღბით მოდი თამარ ხო მოდი ერთიც დავლიოთ ოღონდ ეს იყოს მართლა ბოლო ოღონდ მართლა ბოლო რა თორე აი არა მეც აღარ შემიძლია მეტი ვაიმე ჩემო თამარ რო იცოდე რამდენჯერ მიფიქრი ავდგები და წავალ ამ სახლიდან ვიფიქრე წავალ მურთაზისთან თქო ისიც ვიფიქრე მივალ და შეურიგდები თქო აი მე რა ვიცი ვიფიქრე რამდენი ვიფიქრე გამისკდა თავი ფიქრისგან გამისკდა აბურდა ამდენი ფიქრი ადგა წავიდა ესამ ჩამაცვა დავიღჩვი გარეთ ისე ცხელა მოვკვდი ესე იგი უი ეს ადამჩენია აქ რა ხდება რა ამბავია დაო რა ხდება აქ ნელი სვამს რა და მეც რა არის ეს რა დღეში ჩაგიგდიათ საწყალი ბოთლია რა არის დედიკო შენი საწყობის გახსნას აღნიშნავ და შენ დაჯექი და ეხა ჭიქას არ მინდა არ ვსვა მე ბრძანდებოდეთ მე დაჯექი ახლა მოყევი აბა რა ხდება საწყობის გახსნა როგორ საწყობში ფანტასტიურად არის საქმე ყველაფერი ისე კარგად ივიმე იმ ხელა რიგი იდგა ხო უშველებელი რიგიდან იძახებდნენ ჩემ ხაჭაპურს ეგრეც ვიცოდი ხო და ჩემო ნელიკო ოპა ხო და რას ვამბობდი იცი ჩემო კარგო გაბრაზებულიც აღარა ვარ მურთაზე მაგრამ აი ძველი ნელი ხო სადღაც წავიდა რა ვიცი თუ აღარ წავიდა რა აქ მიზის მე მინდა ნელიკო ამით გაგიმარჯოთ თქვენ სულ კარგად იყავთ შენ გენაცვალე გოგოებო თქვენთან ერთად არ არის აუცილებელი აი რა ვიცი მე ვეღარ დავლევ თან ირაკლისთან უნდა ავიდეს სტუმარი ყავს და ხომ თხოვა მომეხმარეოდა ვის სტუმარი მე აგიხსნი ექიმი არა ხში მითხარი თქვენ მითხარი თამარს ერთი ბიჭი მოეწონა ბარში რა მომეწონა რა გოგო ბიჭი მოგეწონა მარიკა არ არის სახლში. ირაკლი მთხოვა ამოდი მომეხმარეო. ის ბიჭი დღეს ირაკლისთან სტუმრად იქნება. უნდა ავიდე და მივეხმარო. აბა არ ავიდე და არ მივეხმარო. აბა ირაკლი სულ არის შენ როგორ უნდა უთხრათ ამრი? უნდა ახვიდე, უნდა მიეხმარო. აბა რა უნდა ქნა? უარი როგორ უნდა უთხრა? თან დროა უკვე. თამრი აბა არ არის დრო. რა უბედურება რა ყველაფერს მე უნდა ვაკეთებდე ამდენი საბუთია რა არის ეს რა გამარჯობა თუ აქ ვიყავი უკვე მოდი სათხარამდე ხარ მოდი ოხირაკლი რა საათ ვარ და მაინც ვიზარალე 18 ლარ ნახევარ როგორ და ვიღაცასთან მივედი გამოძახებაზე მივაწოდე ეს ხაჭაპური კარებში იდგა ის ხალი და მითხრა ეხლა დამელოდეო ისაო რა ქვიაო გამოგიტან ფულს იცი ამ ხელა რამ სიმაღლე ხალი იყო ირაკლი ძალიან მაღალი იყო რა აი შენი მოადგილე რო არის ნონა ხო იცი ხო რა აი ორი მაგხელა ხალი იყო ირაკლი რა ხო იდგა კარებს დამელოდე და ხო ფულს გამოგიტან და უცებ გამოვარდა კარიდან ვიღაც ბლანჟეიანი კაცი და გაიქცა
გაიქცა და მე ეს ქალი მომვარდა, რა ქენიო, ეს რა გამიკეთეო, ქმარი გამიქციო და გაეკიდა იმას, ქალბატონო, ფული მეუთხარი, 18 ლარი ნახევარი თქო. 18 ლარი ნახევარი, 18 და გაიქცა ეს. ვერ გავეცი. ჩემი ხაჭაპურები მოიტანე, კაცო. შენი ხაჭაპურები კი არა, ირაკლი. ისეთი ამბავი მოგიტანე. რა ამბავი? რა და ირაკლი? თამარს უნახავს წვერებში. ამ ფორმაში როა გამოწყობილი ჩვენი სანდრო ბარში. ხო, ვიცი მე. რა მე ირაკლი მოსწონებია. მე რა? მოსწონებია და აივნიდან ჩვენი აივნიდან დაუნახავთ შენ და სანდრო რო ლაპარაკობდით ერთმანეთში. გაიგე? და მე უთხარი ირაკლის ნაცნობი ექიმია თქო. მე? რა მე ირაკლი ახლა მე უთხარო მეთქი ირაკლის თქო დაპატიჟება უნდა სახლში თქო ამ თავისი მეგობარი ექიმის თქო, მაგრამ ეხლა დიასახლისი ჭირდება თან არავინ არ არის მეთქი და შენი დახმარება დაჭირდება თქო. და ამიტომ მე ვუთხარი დღეს საღამოს ირაკლისთან მე ვუთხარი ერთად შევიკრიბებით შენ დაეხმარებ მეთქი ირაკლისთან. ლაშა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თან ვერ ხვდები საით მიყავს საუბარი რა. რას ვერ ხვდები კაცო? რა ვერ ხვდები ეხლა? თამარს მოეწონა სანდრო და არ იცის რომ სანდროა ირაკლი და გონია რომ შენი მეგობარი ექიმია, გაიგე? მე და ირაკლი ნუ გატამრიერა რას ლაპარაკობ ეხლა შეხედე თამარს მოსწონს ვიღაცა რამდენი რამის მოფიქრება შეიძლება წარმოგიდგენია მე ადამიანი ქმარს გაშორდა ამდენი რაღაც გადაიტანა და ჩვენ ეხლა რა მის გრძნობებზე ვითამაშოთ ვეხუმროთ და რა რისთვის რომ ჩვენი საკუთარი ეგო დავიკმაყოფილოთ ჰა ამისთვის და მაგარი ბიჭები ვართ და მაგრავებულებს და რა და მე რამდენიმე წლის მერე უნდა დავსხდეთ და დავთვრებით და რა ტკბილად მოვიგო. რა გჭირს ირაკლი? მე რა მჭირს ლაშა? მე რა მჭირს თუ შენ რა გჭირს? რამ გაგაცივა ასე ადამიანო? არიყავი შენ ასეთი ლაშა. არიყავი. ძალიან შეცვლილი ხარ. ძალიან. ეხლა ირაკლი შენ მოიცადე რა. ეხლა მართლა მოიცადე რა. ბიჭო, წარმოგიდგენია, თამარს მოსწონს სანდრო. და რიცის რო სანდროა. წარმოდგენაც არ მინდა ლაშა. წარმოდგენაც არ მინდა. შენ რაც გინდა ის გააკეთე. მაპატიე, მაგრამ მე ამ ბოროტ ტყილში და ამ შენ დადგმულ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ და ადამიანის გრძნობებზე მე არ ვითამაშ. რა ირაკლი თამარია კაცო. მე ლაშა. თამარი რა ადამიანი არ არის? თამარი რა ცოდო არ არის? მე არ ვიყავი ცოდო, მე არ ვიყავი შენ რომ ის საყლიდან მაგდებენო, ისო ჯიხვიცებრიო ჩემიაო და ისო და შენ მაშინ კარგად დაიკმაყოფილე ეგო. ერთი წუთი. ჯერ ეს ერთი ლაშა მე ასე არ მithქვავს. ის საყლიდან მაგდებენ და შეგიძლია მოდი არა. მე გითხარი ასე, რომ ლაშა აი გამაგდეს სახლიდან, მივდივარ ჯიხვისებრი ჩაკუჩი მევიყიდე, შესაბამისად მე მეკუთვნისკო და შევედი ლიფტში. აი ასე იყო თუ სიმართლე გაინტერესა. ხო, კარგი, ესე მითხარი, მაგრამ ხო დაიკმაყოფილე ეგო. აი, თამარი მირეკავს. რა? აი, ირაკლი არ უთხრა არაფერი რა. გეხვეწები არ უთხრა. ხო, თამარ. ირაკლი არ უთხრა არ დამყოფო გეხვეწები რა. რა მე უხერხულება, თამარ? მაგას ეხლა ის სტუმრად უნდა მოსვლა. არ უთხრა ირაკლი გეხვეწები რა. რა სტუმარს ველოდები თამარ? კი, სტუმარს ველოდები, ვითომ მარდა გეხვეწები, არ ჩამიშალდა, რასაც კიდე იმას შეგიცრულებ, ირაკლი ყველაფერს შეგიცრულებ. მოიცადე თამარ, ახლა აგიხსნი ყველაფერს რა. ვაი, მოიცადე, ერთი წუთი არ უთხრა, ყველაფერს დღესაც მივაჭრეს შენი იყოს, ირაკლი. ტელეფონი და გეხვეწები არ უთხრა, რა მოგივიდა, ამ შას რო გაუშოთები და ერთი წუთი თამარჩიკ. რა ხდება ლაშა? ვაიმე, ირაკლი სულშენი იყოს, რაც კი დღეს ის და გეხოთ არ უთხრა ირაკლი ძალიან. თამარ, მომისმინე სინამდვილეში იცი რა ხდება? მოიც, ესე ისი სად არის? შენი იყოს მოპედი, იცი რა მაგარია ირაკლი. გამოწვევი არ უთხრა. რა ხდება და ჩემი მეგობარი ექიმი უნდა მოვიდეს სტუმრად დღეს ჩემთან სახლში. შენი ჭირია რა კარგად მოიწვიე. რა მაგარი. ჩემია, კაცო, ჩემი მამე. ჯიგარი. სანდრო, ყველაფერი დაიმახსოვრე კარგად, ხო? რომ იცნოს თამარმა. და ხო გნახა ბარში დღეს და ხო ვერ გიცნო, სანდრო? ირა, მაშინ მარტო იყო, ეხლა ქეთევანიც იქნება.
და რა მნიშვნელობა აქვს? მე თამარმა ვერ გიცნო, თეომ ვერ გიცნო, ვერავინ გიცნო, მე ვერ გიცანი და ქეთემანიც ვერ გიცნობს. რა მოგივიდა? შენ ერთადერთი ეს დაიმახსოვრე. რო ხარ ჩემი მეგობარი, ექიმი ტრავმატოლოგი, რომელიც ჩამოვიდა გერმანიიდან. მორჩა, ძნელია ეხლა ეს. რა ვიცი, რა არის ძნელი არაფერი. ირა, რა ვიფიქრე, იცი? აი თამარმა რო ეჭვი არ შეიტანოს ამ ამბავში. ვერ შემასწავლი ტრავმატოლოგიას, უცებ. წამოდით, კაცო, ადექი წავედით, წამოდით, დროზე წამო. მოიცა ერთი წუთით, ის არა, ოფთალმოლოგიაში მაგ შეკვეთა და უნდა ჩაუტანოს მანახსენდა. დედას გეფიცები, ეგ ჩემი ბრალი არ არის, თვითონ გამოგიძახეს. ხო, წამოდი, ვანახებ მე ამას ოფთალმოლოგიას დაჯექი შენ და დაგველოდე. მიდი. იჯექი მან ჩვიდა წყნარად არაფერი გააფუჭო. ნებდა გამეფუჭო, არაფერი არ გააფუჭო. რო გავაფუჭო რა, დამინახავს ვინმე? რო დამინახოს ხო მიცნობს რა. რა მაგარია რა. ვერავინ ვერ გცნობს. ტრავმატოლოგი გერმანიიდან სანდრო მახარაძე. გამარჯობა. ვერ მიცანი? მე მოიცა. შენ ეს რანი ღაბი გაგიკეთებია, რა ჩერჩეთი რა დღეში ჩაგაგდო იმ ქალმო? შემართლა ჩერჩეთი. ეს ჩერჩეთი რატო? ჩერჩეთი ხარდა. ნამძეცა. რა? ვინ არის? ეს ვინ არის? ნოდა. მე მეკითხებ, მე შენ გეკითხები, ეს ვინ არის? მაგას გეუბნებოდი ირე. ხო, კაცო, მეც მაგა. ირაკლი, ეს იყო 18 ლარნახევარი რო აქვს. ეს კაცი იყო. ამის ის გამატარეთ. მოიცოდე 18 ლარნახევარი გაქვს. მოიცა ჯიგარო, ერთი წუთი რა. და ეს მოიცა საქმედი. ეხლა გამიშო ვინ არის? ნოდა. ვიქნები ეს ჩერჩეტი. რა ჩერჩეტი იგრი? სადმე? რამდენი წლის არის? რამდენი წლის არის? დაჯექი მით. ესეც გუზანას არ აყილი. მოკლედ რა ლაშა რა სამაკეთები რა მასულელებ ამხელა კაც რა. მაგას რაჯობია. რაჯობია იქნება მე რო ატყდება ერთი ამბავი აქ. მოიცა ესე იგი, მოიცა ირაკლი ახლა მე რა ღია. ესე იგი ის იყო ის როსტომაია ის იყო კაცო. ხო, რო გავარდა ეგ იყო. ირაკლი. რა მოხდა იცი? რა? რო დავინახე ახლა მაძლევდა ხო გავეკიდე უკანა მაძლევდა უკვე რა 18 ლარნახევარს მაძლევდა რო დავინახე სულ 20 ლარიანები ქონდა და მეთქი ლარნახევარს მივიწევ დრო მოვიგო მე ვიცი ეს ლარნახევარი უცებ თავის წოლი არ მოვიდა ისევ კიდე ის ხელა ქალი და გასო რო დაინახე გაიწე ის ლარნახევარიც და ბიზარალი 20 ლარიანი კარგი მომისმინე ჩვენ აქ როსტომაიაზე სალაპარაკოთ მოვედით არა როსტომაია ირაკლი ამიტომ დამაწყვიტე დილიდან ნებები რომ როსტომაიაზე ვილაპარაკოთ ხო და მომისმინე ახლა ეს მოაშორე აქედან ეს მოაშორე გეხვეწები მოვა ის მერე სანდრო კაცო მოვა და არ დაიწყო შენ აქ რა მოგიყვანა შენ მართლა მიხვდება თამარი იმან მიწის ქვეშა იცის კარგი ცეცხლი ხარ ჩემოდაო ცეცხლი რაც ავარესა ვაიმე თამარჩით რა აი ძალიან დიდი მადლობა რა შენ ხარ ნამდვილი მეგობარი კი ვიცოდი მაგრამ კიდევ ერთხელ დავწუნდი აი დიდი მადლობა და ბოდიში რომ შეგაწუხე რა არ გცხვენია რა მცხვენია რას ლაპარაკობ ტრიალებ მოამზადე ყველაფერი თამარჩი თუ გეჩქარება სადმე წადი მე არ შეგაყობნი არა რას ლაპარაკობ სად მეჩქარება დღეს მცალია მე ასად არ მეჩქარება როგორ გიგალი ეს ცალია სად ეჩქარება ხა სადმა წავიდეს უნდა დაელოდო საბარად ან დროა უკვე დრო აბა არ არის დრო დროა ირაკლი რაო მაგიმან ლაშა ეს ხაჭაპური მიიტანე მიდი ჩქარა მიდი მოიცა ხაჭაპური მიგაკ მოიცა ერთ ირაკლი რაო მაგ შალვა ექიმმა რაო რატო ჩამოვედიო საქართველოსში ხო რატო ჩამოვედიო და ქართველი ცოლი მინდაო მოვიყვანო რა რასა მერე ისო რა ქვია ნეტა ყავს ვინმე უკვე შერჩეული თუ ჯერ არა მე არ ვიცი იცი ლაშა მე თამარზე ვიფიქრე
ხო და მე ისიც ვიფიქრე რომ ეხლა თამარმა რო დაიწყოს თავისებურად ხო იცი რა ტიპია ეგ რო კაცის გაგონება არ მინდა და რაღაც სკანდალი თქო და გავჩერდი რა ეგ ყველას არ ეხება ირაკლი არის რამე ყველას არ ეხება ეგ ირაკლი აი მოვიდა შალვა მობძანდი ბატონო შალვა მობძანდი მოდი რა რას გადაეკიდი ამ შალვა ირაკლი ხო გთხოვე გეხვეწე გემუდარე ხო ლევანი დამარქვით ხო რა ბაბუა ჩემი პროფესორი კაცი იყო ლევანი ერქვა ხო მამა ჩემმა არ დამარქვა შენმა ის დაგერკვნია რა არ მინდა მოიც თუ ასე მოგწონს ეს სახელი შეშვით ვერ დავარქვი ლუკა ერქვა რო გავიცი კარგი რა მოხდა მე ახლა უსაჩუქროთ რა არის ბატონო შალვა შინაურები ვართ სულ ყველა მობძანდი ბატონო შალვა მობძანდი გაიცანით მოგესალმებით ლაშა ტორონჯაძე ჩემი მეგობარი გახლავთ სხვათა შორის ექიმია გადამდგარი სტომატოლოგი დიახ სმენია აი მისი მეუღლე ქეთუსი მობძანდი თუ შეიძლება ქეთევან გლონტი ჩემი მეგობარი ასევე ლაშას მეუღლე ქეთევან გლონტი გაიცანით და ასევე მინდა გაგაცნოთ ჩემი და თამარი რა ხდება? მარჩი რომ მიყურებდით. თუ თქვენ მიყურებდით მე. როგორ გიკადრებათ თქვენ მიყურებდით მე? გოგო. შალვა. თამარი სასიამოვნოა. ჩვენსაც ძალიან სასიამოვნოა. დავსხდებით ხო? ირა, ხო, კარგი. კი, ყოჩა, ნამდვილად არ მეგონა ამათაც თუ მოახერხებდით? ამდენს. ირაკლი, აი სწორები მიღუტუნებს. დამშვიდი გაწვა. ყველაფერი კარგად მიდის. ერთი რაღაცა გახსოვდეს. გეხვეწები რა. აი ეს გახსოვდეს. თუ რაღაცას ისეთ შეკითხვას დაგისვავენ, რომელზეც პასუხი არ გაქვს. ან უცებ დაიბნევი. ამბობ რას? უკაცრავად მე აბაზანაში გავალ. ხო? ეს გახსოვდეს და თუ ეს ამას ვერ იტყვის ლაშა და დიდი შანსია რომ ვერ იტყვის. მაშინ უკვე შენ უნდა გვიშველო. უნდა დაიწყო. აბა, გავერთოთ, დავლევთ. კარგია ირაკლი. თამრი. რაღაცითი უსახკავს. რა გამახსენდა ეხლა? გვანცას კორწილში რო ვიყავი. გერმანიაში. ხო. ბალიშის ქვეშ თებშის ნატეხი რო ამოვიდე. და ღამე ბიჭი რო დაგესიზმრა. ხო, იმასაც წვერები ქონდა. ვაიმე თამრი, შეხედე თამრი, გერმანია, წვერი, რამდენი დამთხევა შენია. შენ. მოიწი აქ. შეეგუე იმ ფაქტს რომ დავხოცავენ დღეს ჩვენ. ბიზანას არაყი, ჰა? და სამსამი? ნაღდი ხარ. ირა, ბიგ ბენს რას ერჩოდი, სად წაიგე? დილას იყო მოსული, დილას, ხო? რაღაც საბუთები მოიტანა და ნახა და დაამახსოვრდა. როგორ ესეთი ფოტოგრაფიული თუ ესეთი მეხსიერება გერმანული სიზუსტე. თამარი, მინდა რომ უფრო კარგად გაგაცნოთ, ეს არის ჩემი მეუღლის მეგობარი, ჩემი ოჯახის მეგობარი, ეხა ჩემი ცოლი არ არის ქალაქში და აი თხოვე მოვიდა, ყველაფერი გააკეთა, სუფრა გაშალა. ნუ არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი. ქუთაისშია, ბეღურა? ბეღურას ოჯახის წევრები ვეძახით, ბატონო შალვა. ისე მარიკა ქვია ჩემი მეუღლეს. არაჩვეულებრივი უგემრიელეს. ხო, იცით რა, ირაკლი მისე გვიან გამაფრთხილა და ბოდიში მინდა მოგიხადოთ 10 წუთში რაც მოვასწარი, აი ეს არის. ხო. დროული იყო. დროული. შენ ხო გითხეს თუ ეპასუხობ უკაცრავად გავდივარ აბაზანში და გადი რა კაცო. შალვა ექიმო, უკაცრავად ყავას ხომ მიირთმევთ? ეგ არ გითქვამს ირაკლი. კი. დიახ, მივირთმევ. არა, კარგია, მოხარული ვარ. ჩემი და თამარი მოგართმევთ ყავას შალვა ექიმო. მეძახით ამ შალვა ექიმს რა. მეცინება ირა და რა.
მიირთვით ცხელი ყავა. თქვენ დიდი ხნის წინ წახვედით საქართველოდან. სად? არ მახსოვს. აი იმდენი დრო გავიდა იმის შემდეგ რომ არც კი ახსოვს როდის წავიდა გერმანიაში. აი ესე ჩიტი რო თავის ბუდიდან აფრინდება, გაფრინდება, წაფრინდება. მე აფრინდება. და ახლა გერმანიის მოქალაქე ბრძანდებით? რა თქმა უნდა, ახლა თან ორმაგი მოქალაქეობა მინდა რომ მივიღო და სხვათა შორის იურისტის კონსულტაცია მჭირდება, ისეთი კარგი იურისტი ხომ არ გყავთ შინაური? კარგი არა. ხო მუზანაბიძია, ხო? ხო, კარგი ბიჭია, კი, მშვენიერი, ბწყინვალე, დაინახავ გაგიხარდება, ხო, მეც მაგას ვეუბნები, კი, დრო აბა არ არის, დრო არის, აბა, ხო, რამ სიმაღლეა? აი ხლა გეტყვი, ჩვენი სანდრო როა, ხო, იცი იმაზე ოდნავ დაბალია. ხო, კარგი ბიჭია, ბწყინვალე, მოგეწონება, კაც მე დაგირეკავ, კოცნი მოგწერ, ხო, კარგი. კეთება. ხო. მოგწონს ეს ბიჭი, იცი რა უშუალოა? აშა, ძალიან მომწონს, მაგრამ საერთოდ არ აქცევს ჩემდას ყურადღებას. რანაირად მიაღწევს, კეთება, რანაირად დადის. უთხარი ცოტა თამარს, რომ ისე გაიაროს რაღაცნაირად. ამე როგორ ვეტყვი ახლა, როგორ ვაკადრებ, ჩემდას აი ესე გაიარე თქო. გავიგე. რა იყო? რა იყო, რა არაფერი წარ. იყო რამე. არა, არაფერი არ იყო, ჩვენ არაფერი და გვინახავს რა. აბა, დავლიოთ ეხლა, დავლიოთ. დავლიოთ და ვიქეიფოთ. დავლიოთ და დრო გავატაროთ. მოდი, და. ხო, ეს რა უნდა, შალვა ექიმო, თქვენ რა გვარის ბრძანდებით? მახარაშვილი. შალვა მახარაშვილი. აჰა, შალვა და შალვა ექიმო, მშობლები გყავთ? მხოლოდ მამა. სუპერ. ხაბა და იცით რა მაინტერესებს? გერმანიაში როდის უნდა დაბრუნდეთ? მალე. აი მე მომინატრები და. Ich liebe Deutschland. ვაიმე, აბაზანაში გავა. გაგაცილებ ბატონო შალვა, აი აქეთ არის, აქეთ მობრძანეთ. შედი კაცო. ფანტასტიკური დღე გათენდა, დილით აქეთ ჩემი საცხობის აღამოზეს, ვაიმე სასწაული. აუф, კეთო ჯერ ძალიან ადრეა, ახლა საცხობზე ლაპარაკი რა. ლაპარაკობ გოგორას. მოგეწონა შალვა? ჩემი დასაწული რა ჭირს. ხო, თამარჩიკ, გეხვეწები, მე არ მითხრა, მე სულ სხვა ადამიანი მეგონა, ეს ვინ ყოფილაო. ვინ ერთი რატო უნდა გითხრა? და მე არაფერი დამაბრალო. არც მე. შენ რა შუაში ხარ? არა ის. გარე რა. გარე. ყველანია გახართ? ვეფხვი და მოყმე? ვეფხი? აბა, კეთევად, როგორი მუშავა ჩემმა პიარმა? კიდაჭი, გენაცვალე. გადასარევად იმუშავა პიარმა, შენ გაიხარე ანანო. შენც გაიხარე და იმ ლომმაც გაიხარო სისკაცი რომ შეჭამა. შერგო სხონებული. შენ გენაცვალე. იცით რა კარგი კაცი იყო, კაცო რა. კარგი, ეხლა არ გინდათ აქ ცრემლები და გლოვა არ მინდა ბედნიერების დღეა დღეს. თან ირაკლის და სტუმარია შალვა ექიმი. ხო. მოგიტევეთ უკაცრავად. მობრძანით, ბატონო შალვა. მოგესალმებით, შალვა. სანდრო, რა დაგმართნია ესა? სასალა რა საპარაკო გაჩვენა? რა ჭირს ვერცნობთ სანდროა? მე ჩამოვდენ ეს ფეხსაცმელი მალაიზიიდან. საერთი მიჭერსო. ვიმე, ანანო შენ კიდე რა? აბა ვიცეკვე!
ხდება? თამარ. გაჩუმდი, სანც არ ახარ ამ ხელა კაცი. შეგიდე, რა დაიკარიეს, რა იმაიმუნე, რა არის, რა დაიყრია? საღამო შვიდობის თეო გერცვალე. იყავით კრწანიში ქალბატონო მეგი. კი ვიყავი. მერე იპოვნეთ სანდრო. სანდრო ვერა, მაგრამ გონი სხვა ვიპოვნე. სხვა ვინ? მოიცად ერთი წუთით. გამარჯობა. თქვენ ვინ ბრძანდებით? მე ტრავმატოლოგი ვარ, ლევანი. ვაიმე, მართლა. აი ეს ხელი მტკივა ძალიან დიდი ხანია.